ადრე ჩვენ ვებრძოდით სისტემას, ნაცმოძრაობის სისტემას, ხო? მიშას და მის მრევლს. რომელიც დღესდღეობით დარჩა მინიმუმ მოსახლეობის მე-13. ლოგიკა ეგეთია. მოცემულობა ეგეთია, რომ მე-13 ახლა ამ წუთში არის ნაცმოძრაობის და მისი ხლისტი პარტიების მომხრე. ამ წუთში. ანალოგიურად ლიბერალური სისტემა შექმნა ქართულმა ოცნებამ და მისი მომხრეებიც გინდა არ გინდა მისი მრევლის მინიმუმ ახლა მოსახლეობის მე-13-ია. ანუ ვინ დარჩა? ლოგიკად კონსერვატულად მაქსიმუმად მოაზროვნე ხალხი, ვისაც რომ მართლა რაღაცა შეცვლა უნდა დარჩა მე-13. მოსახლეობის მე-13. ვინც ებრძვის ლიბერალური კოცნაცური ფრთის 2/13-ს. ხო, სწორად მაგარიშო, მათემატიკა ეგრე ითხოვს და ეგრე არის ჩამოყალიბებული. და ეს 1/13-დან უმეტესი ნაწილი როგორც ოცნებიდან ნაცების მრევლიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ მათი მომხრეები გაქცეულები არიან ემიგრაციაში, ჩვენ დასამწუხაროდ ისევე 1/13-დანაც კონსერვატულად მოაზროვნე ხალხის დიდი ნაწილია გაქცეული. და მთლიანობაში ვისაც უნდა რომ საქართველოში ვინ ცხოვრობს და ვისაც უნდა რომ ეს უმსგავსობა შეცვალოს, ახლა ჩვენ უყურეთ ახლა, ხო? არის მაქსიმუმი დაჩენილი 20%, 25%. ვისაც უნდა აქ რომ მართლა შეიცვალოს. 25%-ს უკვე უჭირს ამ ხელა მასასთან გამკლავება, გამიგეთ, აი ყველაფერის გამკლავება, მაგრამ მაქსიმალურად გამოხატავს იმ ნებას, იმ სიტუაცია და იმ ბრძოლის რეჟიმში შეყოლას, რასაც ქვია მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. არა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლება ამას ხელს უშლის, ანუ კონსერვატულად მოაზროვნე ხალხის ბრძოლის მეთოდებს უშლის ხელს. და კარგად ვიცით, როგორ გვიშლიან ხელს, ეს მე მგონი ყველასთვის ცნობილია. და ეს ყველაფერი გამოიხატება ცუდად ნიჰილებში აგდებს ადამიანს. აი, რამაც ნახე, ბოლო პერიოდში გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს დაღალოს ხალხი, აი თითქოს გეთანხმება, მაგალითად რამდენიმე კვირის თუ თვის წინ, აი ზურა რო იყო იმედზე და პრემიერიც იყო იქ დისკუსია რო იყო, ზოგადად ქართული ოცნების პოლიტიკური სტრატეგიის გამომხატველია, მარტო ეს ერთი გადაცემა კი არა. თითქოს არ გეწინააღმდეგება, გეთანხმება, თავს გიკრავს, მაგრამ საქმით საპირისპიროს აკეთებს. პარალელურად ეს რა თქმა უნდა ემსახურება რას, რომ საზოგადოების აქტიურობას საბოლოო ჯამში არ მოყვეს რეალური შედეგი და თან არ გაამწარონ საზოგადოება წინააღმდეგობით. თითქოს გეთანხმება და ამით საზოგადოებაში წინააღმდეგობის მოხდის დაგდებას ცდილობს, მაგრამ საქმით საპირისპიროს აკეთებს. პარალელურად ამ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მოქმედების ფორმა, არც მე მეჩვენება რამდენად ამეთანხმების, სულ უფრო თითქოს რაღაცა რეპრესიული ელემენტები იკვეთება. ანუ რაც ეს 14 წელი რა სტრატეგიითაც მოქმედებდა ოცნება, რომ ხისტად არის მოქმედო, ნაცმოძრაობის მაგარიც ითვალისწინებდა და იგივეს არ აკეთებდა, რომ ამით საზოგადოებაში არ ყოფილიყო ნეგატივი, ხო, ეს ყისიერი. რაღაცა არ დაარბიო, ანუ ყისიერად არ მოქმედებდა. ამ ბოლო პერიოდში უკვე ნელ-ნელა შემოდის მაგის ელემენტები, თითქოს უფრო რეპრესიული ხდება. აი თუნდაც მაგალითად გორის მაგარითი, ხო, აი რამდენიმე დღის წინანდელი რაც ყველამ ნახეთ. და კი გვეუბნებიან, რომ სისტემა არაფერ შუაში არ არის და ერთეული რაღაც ძალოვნების გადაცდომაა, მაგრამ რავი, შენ ამდენად გჯერა მაგის, რომ გადაცდომაა და არა ვთქვათ სისტემაში არ არის რაღაცა პრობლემა. აი ზოგადად ბოლო პერიოდის მოდი ამ ტრანსფორმაციაზე ვილაპარაკოთ ქართული ოცნების. კი ბატონო, მაგასაც მოგახსენებთ, რომ თავიდან იცი რაც მე არ მიყვარს ენის მოსლეკით საუბარი და არასოდეს პირდაპირ ვიძახი იმას, რაც რომ რეალობაში არის სინამდვილეში. და პირდაპირ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ნაცმოძრაობის ოფიციალური დაფინანსებელი და ბიძინა ივანიშვილი იყო თავიდან ბოლომდე მათი მოტივატორი ბევრ საქმეებში. შეიძლება იქ ისე თვლიდა, რომ ვითომ კაი საქმეებს აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ მე უკვე თვითონ მასთან მიშა შორის მოხდა ისეთი გაირბინა შამაკატამ, რომელიც იყო ფინანსურ ვალდებულებებთან, რასაც მიშა ვალდებულებდა ბიძინას და ბიძინამ რომ
გამოიყენა სიტუაცია საბოლოო სისტემის გადაგდების შესახებ, რომ სათავისოდ სახალხოდ გეთანხმებით მაგაში, მაგრამ ბევრი მაგრამ არის და ბევრი კითხვის ნიშანი არის და ის მომენტი რომ ჩვენ დაუჭირეთ ქართულ ოცნებას ხარი ხალხმა ზოგადად ნაცნობრობის წინააღმდეგ ძირითადი პუნქტების მიხედვით, რაც მათ შორის რაც ძირითადი პუნქტიც იყო, რომ ხალხის გაუპატიურება იყო სისტემური დანაშაული და არ უნდა მოხდარიყო, ხალხის ცემა, ტყეპა და წართმევები არ უნდა მოხდარიყო და ეხლა რას ხედავთ, რომ უკვე დაიწყო სისტემური დანაშაული, არავითარი გადაცდომა, სადაც მინდის ხალხის ცემა, ტყეპა. მით უმეტეს ძალოვანი სტრუქტურებისგან. მე როცა საჭიროა პოლიციას ვემხრობ იმ გაგებით, თუნდაც აი აკაცუკების გამოსვლები რო არ და ბიჭებს რომ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და მე აბსოლუტურად ვეთანხმებოდი პოლიციის ქმედებას ვეთანხმებოდი. მიუხედავად ამისა, ამა თვითონ მარგინალიზაცია მოახდინეს პოლიციის ქმედების და ზუსტად იმ პოლიციის ქმედების მარგინალიზაცია მოახდინეს, რომლებმაც იმ სპეციალისტების ქმედების მარგინალიზაცია მოახდინეს და დაიჭირეს სპეციალისტები, რომლებმაც ამათი თავრობის გადაარჩინეს გადაგდება თავრობა. ამათი თავრობა გადაარჩინეს გადაგდებას 2019-20 წლის მერე მოყოლებული, რამოდენიმეჯერ კარგად გასულს ეგეთ სიტუაცია შეიქმნა, ხო? აი სპეციალისტები დაიჭირეს ზუსტად. რომელსაც ამათ მიქარეს ძალიან მაქსაქციელით. მაგრამ მე იმ პოლიციელებს ვერ დავეთანხმები, ვინც იყვნენ მიშადროინდელი თუ ახალი გამოჩეკილი 19 წლის თუ 39 წლის, რომლებიც ხალხის სადისტური ცემატყები და წაებით არიან დაკავებულები რა. რა ჩვენ კადრებში ვიხილეთ. მაგრამ ერთი რაღაცის თქმა მინდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ძალიან ბევრი შემთხვევები ვიცი, მაგრამ ხალხს ვერ ვეუნებოდი, ის უпростоრად ვერ უდასტურებდი და არ ჯეროდა ხალხს, რომ მეთქი იგივე სისტემური დანაშაულებები ხდება. მსგავსი, თუნდაც ამ ცემატყების და პოლიციის წამება და ასე შემდეგ. ფაქტია, ხო დაინახეს. ეხლა ეს დაინახეს, იმიტომ რომ ბიჭებმა ვიღაცებმა გადაიღეს, გამიგეთ თქვენ. გადაიღეს და ფაქტის წინაშე დააყენეს ხალხი. ამ ხალხს რაცი თუ არ ნახეს, მოსვენილი არ აინტერესებს. ნახი აინტერესებს. მაგრამ უბედურობა კიდევ უფრო დიდი ის არის, რომ როგორც ადრე ნაცმოძრაობას ყავდა თავის მონები და ვაზელინები, ისევ ეყავთ მოსნებას თავის მონები და ვაზელინები. კაი გაგებით ვიცი, რუსულ სიტყვას ვიხმარ, აპრავებენ ისევ, რომ თურმე რას ქვია პოლიციას ხელი როგორ შეეხო, თავიდან თურმე ქვა ჩაარტყეს, არ გამოვლინდა ის ქვით ჩარტყმა, მე თურმე დანაუნა მოიყო სახეზე უნდა დაესვა, ისაც არ გამოვლინდა თურმე, მე თურმე წამლის ფაქტი გადაყლაპა, ეგაც არ გამოვლინდა თურმე. რაც გინდა გაეკეთებინა, ესე იგი 12 კაც დააწყას უნდა ეცემა, ესე? ანუ თუნდაც რაღაცა ქონდა, რომელიც არ გამოვლინდა, ეგა ტყუილი. ის პიროვნება არის IT-შნიკი, თუ არ ვიცი, ბაკი თანამშრომელი, რომელიც გამოვიდა შესვენებაზე და იმიტომ რომ რაღაცა უხეშად მანქანა მიარტყა თუ რაღაცა მოძრაობაში, ამას შეუსწორო რომ ფეხი არ დამარტყა, გადმოვიდა და გაუსწორდნენ. გაუსწორდნენ და წარმოიდგინე, მე მეგობარი მივიდა, ვისაც ჩას იმ კადრებში და ისეც მოკლეს ცემით. ჯერ ხო ცემეს, მაგრამ მე ქვებზე ხო ახოხიალეს. კარგად ჩანს ყველაფერი კადრებში და მე ხელები შეუკრეს უკანა მხარეს და უკანა ხელები ხელშეკრული კაცი კიდე გალახეს. რამოდენიმე ათეული დაშავებულობა აქვს მას ექსპერტზე გამომდინარე რა და ზოგადად ძალიან ცუდ გუმარებაში ის ბიჭი რა. მე მაინტერესებს კითხავს ვამ, იქ იყო 10-12 პოლიციელი, რატო არის 6 დაკავებული? რატო არ არის 10-12 პოლიციელი დაკავებული? იმიტომ რომ კადრებში მონოტონურად ერთი მიდიოდა დაარტყა და რამოდენიმეჯერ მეორე იქ ერთ დაარტყა ვაც ერთი კაცი. მნიშვნელობა აღარ აქვს. შეხარ იმ სისტემის წარმომადგენელი და შეხარ იმ დანაშავე. იმ ჯგუფური საშინელების დანაშავე ხარ ჩვეულებრივი რა. ამას ქვია საშინელება. რა გადასწომა, რა ზღაპრებს ხვები, რა შეცდომა. მე აი სხვა შორის აი ეს კადრები გამახსენდა. შეცდომა ბოდიშა დღეს დედის გინება აღარაა შეცდომა. ხო იცი, რაღაცას რო გახსენე. დანაშაულია ყველაფერი. აი სააკაშვილის დროინდელი ციხის კადრები რო არის, აი ეგრეთ წოდებული კარანტინის დაშლა და სადაც ოთახში ერთ თუ ორ პატიმარს პოლიციელები ასე წრეში ხო? და რო ურტყამენ, ხო? აბა ერთმა დაარტყა, დავაი ყველა მიყევითო, ბრძანებას ვაძლევენ. ეგ თემა იყო აქაც. არაფერი განსხვავება არ იყო აბსოლუტურად. მე ვერ დავინახე რამე განსხვავება აბსოლუტურად რა. და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანუ განსხვავება ეხლა ესენი მაგას ამბობენ, რომ ხო დავიჭირეთ, რეაგირების გარეშე ხო არ დავტოვეთ, პოლიციელები მივეცით სამართლებრივ პასუხისმგებლობას. რატო არაა სულ ყველა დაკავებული? არა. და სისტემაზე რატო არაა ლაპარაკი? რატო არა, ანუ გავიგე, მაგრამ ერთი მომენტი ის არის, რომ აი მე რა შეკითხვაც მიჩნდება, ეს ამბავი რომ გასკდა და საზოგადოებისგან სამართლიანი კრიტიკა რო წამოვიდა
და რომ მიხვდნენ რომ ზიანდებიან ამით. მაგიტო მიდიან, მაგიტო გაწირეს მათ შორის ეს პოლიციერებიც. თორე აი მე მაგათ ეგ შეკითხვა მიჩნდება, ეგ კადრები რო არ ყოფილიყო. და ამ ხელა ამბავი შესაბამისად ამას არ მოყვებოდა. მაგ შემთხვევაში იმ ორ ნაცემ ადამიანს და ერთი განსაკუთრებული სტატისტიკით რო არის ნაცემი, შეძლებდა ამის დამტკიცებას, შეძლებდა საკუთარი თავის და საკუთარი უფლებების დაცვა. ვერაფერს ვერ შეძლებდა, პირდაპირ კაცი უკვე ის კაპეზეში გადაყვანილი და პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მუხლით იყო უკვე საქმე აღძრული. და მაგ მუხლით უნდა გაესამართლებინათ, რომელიც იყო სადღაც მინიმუმ ალბათ 1 3 და 5 წლამდე. ან შეიძლება 4 და 7 წლამდე.